აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოულოდნელად განაცხადა ირანთან ომის დასრულების შესახებ და დაამატა, რომ მსოფლიო მალე იხილავს მშვიდობის შეთანხმებას. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი სერიოზულად დააზიანეს, ამიტომ ისინი იძულებულნი არიან დათანხმდნენ აშშ-ის პირობებს. და რაც საინტერესოა, საფონდო ბაზარი უცებ გამოცოცხლდა. აშშ-ისა და ევროპის უმსხვილესი კომპანიების აქციები მოულოდნელად სწრაფად გაიზარდა. ექსპერტების თქმით, ინვესტორები იმაზე დებენ ფსონს, რომ ომი მალე დასრულდება. და რომ ენერგომომარაგების შეფერხებები, ანუ მსოფლიოს ნავთობისა და სხვა ნავთობპროდუქტების 20%-ის მიწოდების შეწყვეტა, ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე წინა ნავთობის კრიზისების დროს. და უფრო მეტიც კეთვით, რომ სამშაბათის მდგომარეობით, როცა საფონდო ბირჟა დაიხურა, აღმოჩნდა, რომ ბევრი აქცია უკვე უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე იყო აშშ-სა და ისრაელის ომამდე ირანის წინააღმდეგ. ამ გამოშვებაში განვიხილავთ კონკრეტულად, რომელი ნიშნები მიუთითებს ახლო აღმოსავლეთში ომის მალე დასრულებას. ჩემი სახელი ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ ამ გამოშვებას დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი და ალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოშვების YouTube-ზე პოპულარიზაციისთვის. და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News-ი. ბმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ. ამის შესახებ განაცხადა Fox News-ის ჟურნალისტმა მარია ბარტირომამ, რომელმაც გუშინ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში ინტერვიუ ჩამოართვა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა კითხვაზე დასრულდა თუ არა ომი ირანში, უპასუხა, რომ ის მართლაც უკვე დასრულებულია. შემდეგ მოვიყვან მარია ბარტირომას ციტატას. მე ეხლახან ვესაუბრე პრეზიდენტს. ის საუბრობდა ეკონომიკაზე, ირანთან ომზე, ნატოზე, ერთმის ფრაზას ცალკე გამოვღობ. მე უთხარ იმას, თქვენ სულ ისე ლაპარაკობთ ამ ომზე, თითქოს ის უკვე წარსულშია. უკვე დასრულდა? დასრულდა? მან მიპასუხა, დასრულდა. ახლახან დაურეკე პრეზიდენტს. დღეს შესანიშნავი ინტერვიუ იყო და მან ბევრი ისაუბრა ეკონომიკაზე, ირანთან ომზე, ნატოზე. ერთი რამ რაც უთხარ იმას, თქვენ სულ ისე ლაპარაკობთ ომზე, თითქოს ის უკვე წარსულშია. ვკითხე, ომი დასრულდა? მან მიპასუხა, რომ დასრულდა. თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ჟურნალისტის კარგი ხრიკი იყო, რათა ამ ინტერვიუზე ყურადღება მიექცია, რომელიც რა თქმა უნდა მოგვიანებით გამოვიდა. თავად ინტერვიუში დონალდ ტრამპმა მაინც არ თქვა, რომ ოპერაცია ირანში უკვე დასრულდა. მან თქვა შემდეგ, ციტატა. მე ვფიქრობ, რომ ომი უკვე დასასრულს უახლოვდება. ჩემი აზრით ძალიან ახლოსაა დასასრულთან როლთან. თუ მე ახლა უბრალოდ ყველაფერს შევწყვეტდი, მათ 20 წელი დასჭირდებოდათ ამ ქვეყნის აღსადგენად. და ჩვენ ჯერ არ დაგვიმთავრებიო, ნახოთ რა იქნება. მოგვიანებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება სრულიად შესაძლებელია გაფორმდეს. ბრიტანეთის მეფის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტამდე, რომელიც უკვე აპრილის ბოლოს იგეგმება, ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა Sky News და ტრამპის ციტატასაც აქვეყნებს. ეს შესაძლებელია, სრულიად შესაძლებელია. ირანი ძალიან ძლიერად დაარტყეს, ასე რომ ეს სრულიად შესაძლებელია. გარდა ამისა, ტრამპმა კომენტარი გააკეთა ბრიტანელ ლიდერებთან ურთიერთობებზე. მან დაიწყო მეფესთან თავისი ურთიერთობის სქება. და ყურადღება დაამატა, რომ მას, ციტატა, ძალიან მოსწონს პრემიერ-მინისტრი კիր სტარმერი. ეს ძალიან უცნაურია, რადგან შეგახსენებ, დონალდ ტრამპი ალბათ ყველაზე მეტად სწორედ კիր სტარმერს აყენებდა შეურაცხყოფას იმის გამო, რომ ევროპელებმა მთლიანობაში უარი თქვეს მას დახმარებაზე ახლო აღმოსავლეთში ომში. რა აღარ უტოდებია კիր სტარმერისთვის. ეხლა ამბობს, არა ძალიან მომწონს, კარგი პრემიერ-მინისტრია, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან. მაგრამ შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტს კითხეს ბრიტანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობების მდგომარეობაზე, რადგან ისინი მართლაც ყოველთვის განსაკუთრებულები იყვნენ. და აქ ტრამპი უცებ ბოდიში აზრი შეიცვალა და ამბობს, რა ურთიერთობები, რაზე ლაპარაკობთ. ციტატას მოვიყვან. როგორ ვითარდება ჩვენი ურთიერთობები? ეს ისეთი ურთიერთობებია, როცა ჩვენ მათ დახმარება ვთხოვეთ, მაგრამ ისინი არ იყვნენ. როცა ჩვენ გვჭირდებოდნენ, ისინი არ იყვნენ. როცა ჩვენ არ გვჭირდებოდნენ, მაშინაც არ იყვნენ. და ისინი ჯერ კიდევ არ არიან. თუმცა უკვე 21 აპრილს დასრულდება ცეცხლის შეწყვეტის პერიოდი აშშ-სა და ირანს შორის. და აი პაკისტანელი შუამავლები აქტიურად ცდილობენ შეთანხმების მიღწევას. ამერიკელმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ ომის დასრულების ჩარჩო შეთანხმება უკვე თითქმის მზადაა და 21 აპრილამდე მას აუცილებლად მოაწერენ ხელს. შემდეგ კი დარჩება მხოლოდ ტექნიკურად მისი სრულფასოვან ომის დასრულების შეთანხმებად გადაქცევა. მაგრამ იცით, როგორც ჩანს, ომის მალე დასრულებაში ყველაზე მეტად საფონდო ბაზარი სჯერა. S და P-ის ინდექსმა ასე წოდებული წრიული მოძრაობა განახორციელა.
ეს საფონდო მაჩვენებელი ინვესტორებისთვის აღდგა და ომის გამო გამოწვეული გაყიდვების შემდეგ მოლდინებსაც კი გადააჭარბა. ეს ის მომენტია, როდესაც ეკრანზე ერთდროულად მძვინვარებს ინვესტორთა ენთუზიაზმი, რომელსაც თან ახლავს ენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი კრიზისი, ინფლაციის ზრდა და ეკონომიკური ზრდის შენელების შესახებ გაფრთხილებები. ინვესტორები ახლა იმაზედებენ ფსონს, რომ ომი მალე დასრულდება და ენერგომომარაგების შეფერხებები ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება ვიდრე წინა ნავთობის კრიზისების დროს. თითქოს ყველაფერი მალე აღდგება. და სანამ კულისებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს აშშ-სა და ირანს შორის, სამშაბათს S&P 500-ის ინდექსი 1.2%-ით გაიზარდა. და ეს ყურადღება მხოლოდ 0.2%-ით ნაკლებია თავის რეკორდულ მაქსიმუმზე, რომელიც 27 იანვარს დაფიქსირდა. ანუ კიდევ ერთხელ, S და P ფაქტობრივად თითქმის მიაღწია რეკორდს. არ არის რომ ვარდება. უბრალოდ კი არ იზრდება, ის რეკორდს უახლოვდება. ტექნოლოგიებზე ორიენტირებული NASDAQ-ის ინდექსი თითქმის 2%-ით გაიზარდა და ახლა დაახლოებით 1%-ით ნაკლებია თავის ისტორიულ მაქსიმუმზე, რომელიც გასულ წელს დაფიქსირდა. ნავთობის ფასები შემცირდა იმ მაქსიმუმებთან შედარებით, რაც ომის დასაწყისში იყო. სოფლიოს ეტალონად მიჩნეული ბრენტის ნავთობის ფიუჩერსები უკვე $100-ზე ნაკლებად ივაჭრება ბარელზე. გახსენებთ, თებერვალში S და P 500-ის ინდექსი მაღალი იყო, თუმცა არასტაბილურ დონეზე, რადგან ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული მოლოდინები ძლიერდებოდა. შემდეგ დაიწყო ომი, რამაც ნავთობის ფასების ზრდა და აქციების ფასების ვარდნა გამოიწვია. მარტის ბოლოსთვის S და P 500-ის ინდექსი თავის ისტორიულ მაქსიმუმთან შედარებით 7%-ით დაეცა. ხოლო მაღალტექნოლოგიური NASDAQ-ის ინდექსი აღმოჩნდა ეგრეთ წოდებული კორექციის ზონაში, რაც ნიშნავს, რომ ის წინა მაქსიმუმთან შედარებით მინიმუმ 10%-ით დაეცა. ანუ ომის გამწვავების პერიოდში S&P 500-ში შემავალი აქციები, S და P 500-ის ინდექსი და NASDAQ-ის ინდექსი რეალურად ყველა დაეცა. ახლა კი მიმდინარე სიტუაციას ადარებენ ერთი წლის წინანდელ მოვლენებს. მაშინ მასშტაბური აპრილის გაკიდვების შემდეგ, რომელიც გამოწვეული იყო ტრამპის მიერ ტარიფების შემოვებით, ამას მოხდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ამ პოლიტიკის გაუქმება, რომელიც უფრო ცნობილია როგორც ტაკო. ამის შემდეგ აქციები ისევ გაიზარდა. ეხლა ამბობენ, რომ დაახლოებით იგივე ხდება. შედეგად უკვე ორშაბათს 13 აპრილს აქციები დაბრუნდა იმ დონეზე, რაც ომამდე იყო. ეხლა კი აქციები კიდევ უფრო მაღლა ივაჭრება. ინვესტიციურმა გიგანტმა BlackRock-მა ძალიან მარტივად და მოკლედ დაწერა, ციტატა: თუ ომის დასაწყისში ჩვენ ფრთხილ მიდგომას ურჩევდით ინვესტიციებში, ახლა უკვე გაჩნდა შესყიდვის შესაძლებლობები. გეოპოლიტიკურმა შოკმა განვითარების დინამიკა არ დააზარალა. აქ წერტილს დავსვამ, მაგრამ მეგობრებო, მინდა გირჩიოთ ერთი YouTube გადაცემა, რომელიც მე ურჩევდი დონალდ ტრამპს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომ ეკურებინა. და მისი სახელია ხვატით პრიტვარიაცა ნორმალი. ეს არის ჩემი საყვარელი ფსიქოლოგიის გადაცემა. უკვე დიდი ხანია გირჩევთ ამ YouTube არხს. ბული აღწერაში იქნება. გადადით და ნახეთ. იქ შესანიშნავად არის განხილული თუ როგორ ცდილობთ ყველანი მუდმივად მოვერგოთ გარშემოყოფებს. ცდილობ დავფაროთ ჩვენი ხასიათის ზოგიერთი თვისება და არა მხოლოდ ეს. ამით იცით თითქოს საკუთარ თავს ცოტათი ვახჩობთ. ამიტომ გირჩევთ ნახოთ ეს გამოშვება, ბმულს დავტოვებ აღწერაში და მიმაგრებულ კომენტარში ამ გამოშვების ქვეშ. და მეგობრებო, აუცილებლად გადადით, ნახეთ და გამოიწერეთ, ამით დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.